როგორც უკვე აღნიშნეს, სტატისტიკის თანახმად რეგიონებს შორის აჭარა მეორე ადგილზეა, რამ განაპირობა ოჯახური ძალადობის ფაქტების ხშირი გამოვლენა და ძირითადად რა შემთხვევებთან გვაქვს საქმე. ნახალი ამბების კითხვებს სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე უპასუხებს. საღამოშვიდობისა ქალბატონ ნინო, პირველ რიგში მადლობას გითხრით, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და 14 წლიანი გამოცდილება გააქვთ. საინტერესოა, რამდენად ბევრია ისეთი შემთხვევები, რომლებიც სტატისტიკაში ვერ მოხვდა, იქენ გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალები თუ მამაკაცები ამ ფაქტს არ აფიქსირებენ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ძალადობასთან დაკავშირებით ჩემი პირველი გამოსვლა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან მოდიან ძალადობის მსხვერპლი, რომლებიც არიან ძირითადად ქალბატონები და ყავთ არასრულწლოვანი ბავშვები და როდესაც მინდა დავეხმარო, მნიშვნელოვანია მიმართენ თუ არა ამ ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პატრულს ან განყოფილებას პოლიციის და წლების განმავლობაში თქვათ ეს არის 5 წლიანი თქვათ ფიზიკური ძალადობა ისინი ამბობენ რომ არც ერთხელ არ მიუმართავთ არც ერთ უწყებისთვის და ამიტომ რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები არის. ქალბატონ ნინო, რა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად? სტატისტიკიდან ჩანს აქ საუბარი მარტო ფიზიკურ ძალადობაზე არ არის საუბარი ფსიქოლოგიურზეც. რეგიონში რომელი შემთხვევები ფიქსირდება ყველაზე ხშირად? მოგახსენებთ, რომ ჩვენ სოციალური მუშაკები დღეს ძირითადად ვართ, თქვათ, მუშაობთ ძალადობასთან დაკავშირებით რეფერირების დოკუმენტი, გვაქვს პროცედურა, არსებობს ოჯახური ძალადობის კანონი და ძალადობა არის ძირითადად ჩვენთან ფიზიკური ძალადობა, ეს ოჯახური ძალადობა და ძირითადად ეს ხორციელდება ქალებზე და ბავშვებზე მამაკაცის მხრიდან. მე ვერ დავაფიქსირებ მამაკაცებზე ძალადობას, ვინაიდან ჩვენ არ ვმუშაობთ და აქვე აღნიშნა მოსახლეობამ როიცოდეს, რომ ვფიქრობთ, რომ 2015 წლიდან სოციალური მუშაკები მთლიანად ოჯახურ ძალადობაზე ეს იქნებიან სრულწლოვანი პირები თუ არასრულწლოვანი იმუშავებს და აგრეთვე ჩვენ მუშაობთ ძალადობაზე, რომელიც თქვათ ეხება მოხუცებს. და ძალადობა არის ნებისმიერი ძალადობა, ეს იქნება ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა და დღეს ასევე პროცედურებში უნდა დაფიქსირდეს უგულვებელყოფა, რომელიც იქნება ძალადობა. აღნიშნა მოყურებლისთვის, რომ ეს არის რთული სფერო და ძალადობის გამოვლენა და დამტკიცება არის ძალიან რთული. აუცილებლად არის დროული მიმართვა საჭირო. მოხუცებზე და ბავშვებზე უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ, მე წაგიკითხავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას არასრულწლოვანებთან დაკავშირებით 2013-14 წლების 6 თვეში საქართველოში სულ 36 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 18 იყო 13 წლამდე, 18 კი 14-დან 17 წლამდე ასაკის შემთხვევები. სტატისტიკის მიხედვით 2 შემთხვევა დაფიქსირებულია აჭარაში. რამდენად ხშირი შემთხვევა გაქვთ დაფიქსირებული თქვენი მუშაობის პერიოდში? მინდა გითხრათ, რომ იანვრიდან რა თქმა უნდა იყო დაფიქსირებული 2-ზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირებული, რომელიც განყოფილებაზეც არის მიმართული და სოციალური მუშაკები დღესაც მუშაობენ ოჯახებთან, ჩართული აქტიურად ფსიქოლოგი და მუშაობენ არასრულწლოვნებზე და ქალბატონებთან. შემთხვევები არის ძალადობის, მომართავენ ჩვენ ქალბატონები, მინდა მოსახლეობას კიდევ უთხრა, რომ დღეს მოქმედებს დიდი ხანი აჭარაში ძალადობის და ტრაფიკინგის თავშესაფარი, მათ ყავთ გამოცდილი იურისტი და კარგი სოციალური მუშაკი, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობთ. და აქვე კარგი იქნება მაყურებელს აუხსნათ, რა შეიძლება მოიმოქმედონ მათ იმ შემთხვევაში თუ გახდებიან ძალადობის თვითმხილველები, ზოგადად რამდენად აქტიურები არიან მოქალაქეები? მინდა რომ თქვათ მეტად გულისხმიერება გამოიჩიონ ჩვენმა მოქალაქეებმა, იმიტომ რომ როდესაც არის ოჯახში ძალადობა და თქვათ თვითონმა მეზობელმა იცის, რომ ოჯახში არის ძალადობა, გამოდის ხმა, ცემის, ყვირილის, შეურაცხყოფის, თქვათ ეს შეიძლება იყოს თვალმდგომარეობაში და სავალალო შემთხვევა სანამ არ მოხდება, აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ თქვენი ზარი ნებისმიერ პოლიციის განყოფილებაში, ან პატრულში, ან სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ტაბიძის 2 მისამართზე მდებარეობს, იქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, თქვენი ზარი იქნება ნამდვილად დროული და ეს შეიძლება იყოს გადარჩენილი სიცოცხლე, თავად მოსახლეობას აუცილებლად მინდა მიმართო, ვთხოვო, რომ იყვენ გულისხმიერები და თავად ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად მიმართეთ პოლიციის განყოფილებას, გამოუძახეთ პატრულს. აუცილებლად დააფიქსირეთ ნებისმიერი ძალადობა, რომ ჩვენ შემდეგ შევძლოთ თქვენი დახმარება. თქვა ძალადობის შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ეს ძალადობა, სთხოვეთ პატრულს, რომ დამცავი ორდერი გამოწერონ, რომ შემდგომში ჩვენი დახმარება თქვენს მიმართ იყოს უფრო ეფექტური. ძალიან დიდი მადლობა. ახალი ამბების კითხვებს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე პასუხობდა.